გამარჯვების დღეა და სტალინმა მოუგო ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომში. და ეს დღე აღინიშნება როგორც გამარჯვების დღე. 1940-ში დაიწყო და 1945-ში დამთავრდა. აი რომ ისა ომი იყო 9 მაისს. ომი კი არის, გამარჯვების დღეა. ხო, გამარჯვების დღეა რა. 9 მაისს გაიმარჯვეს. ჩვენც მგონი ომში ვიყავით ჩვენი შთამომავლობაც იყო ომში. მე როგორც ვიცი. სინაბრები. დიახ. 45-ში დაიბომა ბერლინი და გამოცხადდა რომ დამარცხდა ის ჰიტლერული პოლიტიკა ესე რომ ვთქვათ და რავი აღნიშნავთ გამარჯვების დღეს 9 მაისს. რა ომი იყო ეს თუ ვიცით? მსოფლიო ომი. მეორე მსოფლიო ომი. დაგვეხოცა ძალიან ბევრი მემამულე და ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი. და საბჭოთა კავშირთან ერთად ვებრძოდით ჰიტლერულ პოლიტიკას. გამარჯვების დღეა დღეს საქართველოსი. მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, 42-ში დაიწყო და 45-ში დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი. საბჭოთა კავშირი და გერმანია ებრძოდნენ ერთმანეთს და როდესაც საბჭოთა კავშირმა მოიგო და გერმანია დამარცხდა ამ ომში. საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა იმ დროისთვის 1991-ში გამოვიდა როგორც ვიცით და იმ დროისთვის იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და გაგვიხარდა ასე რომ ვთქვათ, როდესაც საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა გერმანიაზე.